ქართველ მოწამეთა დასი ძალიან ფართ ესპექტს მოიცავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ ჯერზე შეიძლება 6000 ბერი მოკვდეს ქრისტესათვის, 100000 მოკვდეს ქრისტესათვის. მოწამეობრივ სულს მასობრივი ხასიათი აქვს. ეს არის ერის მდგომარეობა. ქართველმა ერმა მიიღო შეისის ხორცა ქრისტიანობის ერთგულნი ყველა გაწყდნენ. მოხუცებული კონსტანტინე თავადი, რომელიც ეწამოდა პატარა ბავშვები, ყრმები, კოლაელები. ყველა ფენაში ვხედავთ დაწყებული მეფებიდან დამთავრებული უბრალო ადამიანები 9 ძმა ხერხეულიძე გამახსენდა 9-ვე ძმა კვდება. მერე მათი და და დედა კვდება. არა ქართველნი, აბოთვილელი ყველას გვახსოვს, ახლა გამახსენდა უცებ ვახტანგ გორგასალი. მისთვის ქრისტესადმე ერთგულება აღმოჩნდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. თუ დავითის დროს ყოფნა არ ყოფნაზე იყო საკითხი, ვახტანგის დროს საით წავსულიყავით იმაზე იყო საუბარი. ძალიან ბევრი მეფე ყავს კანონიზირებული და უამრავი არაკანონიზირებული წანისის ომში დაცემულები ყველანი წმინდანად არიან შერაცხილი. რა საოცრებაა, რომ უზარმაზარ აზვირთებულ ოკეანეში შედიან თავის გასაწირად ბოლომდე.